ჰარი პოტერის ეს ტომი დაახლოებით 900 გვერდია. თუმცა მასზე რამდენჯერმე თხელ Kindle-ში არა მარტო ფენიქსის ორდენის და ამ სერიის სხვა წიგნების, არამედ კიდევ 3500 წიგნის ჩატვირთვაა შესაძლებელი. ბევრი ამბობს, რომ ამ ირიდერებიან Amazon Kindle-ს ურჩევნია წიგნში გადაიხადოს ფული, იმიტომ რომ სულ სიამოვნებს წიგნის სუნი და ფურცლების რეალის ხმა. მაგრამ მე თუ მკითხავ, ამით მხოლოდ იმიტომ, რომ Amazon Kindle-ით ვკითხულობ, წიგნის ღირებულება არ იკარგება. შეგიძლია აუდიო წიგნები გადმოიწერო. ზოგ წიგნს აქვს თვითონ ისეთი ფუნქცია, რომ დაღლის შემთხვევაში შეგიძლია მოусმინო. კიდევ ზის შუქს არ ირეკლავს, ასე რომ მზეზად შეგიძლია გახვედო და ჩვეულებრივად წაიკითხო. არის ეკრანი არის ელექტრონული ქაღალდი, ამიტომაც თვალებს არ ღლის კომპიუტერის ეკრანისგან განსხვავებით. შეიძლება ის არ მოგეწონოს, რომ ზოგიერთი Kindle შავ-თეთრია, მაგრამ ამჟამად გამოვიდა ფერადი ვერსიაც. ჩემი Kindle $119 დაჯდა და ტრანსპორტირების ღირებულებაც ემატება ასე $7. გამო რომ ნიშა იყო ცარიელი, არ არსებობდა მსგავსი ლიტერატურული პორტალი, თქვათ ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულად მოიყრიდა ნაწარმოებები თავს, მაშინ როცა იგივე ლიბრის ანალოგები რუსეთში, თქვათ ლიბრუ იმ პერიოდისთვის უკვე ძალიან პოპულარული იყო საქართველოშიც და არც მგონი ძალიან მარტივად გაჩნდა უბრალოდ საჭიროება იმისა, რომ სადღაც თავი მოეყარა გაციფრებულ მასალას, ტექსტების ელექტრონულ ფორმატში გადატანა, წიგნის მომავალი, აი ხა ამაზე უკვე დიდი ხანია დაწყებულია დისკუსია, მას შემდეგ რაც თქვათ გამოჩნდა ის რიდერები, იგივე Kindle და სხვა ტიპის რიდერები, ფაქტობრივად ეს გამომცემლობები უკვე სულ უფრო მეტად იმატებს წიგნების კითხვის რაოდენობა ელექტრონულ ფორმატში, ვიდრე თქვათ ნაბეჭდი ფორმატით. დიდი ხანია სტატიების დასაწერად საბეჭდ მანქანებს აღარ იყენებენ. ამ ფუნქციას უკვე კომპიუტერები ასრულებენ. ქაღალდზე დაბეჭდილი ჟურნალების გვერდით კი უკვე მათი ელექტრონული ანალოგებიც იქმნება. მუზამე არის პირველი ქართული ონლაინ მუსიკალური ჟურნალი და მიზანი იყო ძალიან მარტივი, ანუ ის რო ქართულ სივრცეში მედია და ინტერნეტ და მუსიკალურ და ასე შემდეგ, ოზონის მერე აღარ იყო მუსიკალური ჟურნალი, სადაც ვინმე რამეს დაწერდა და მიმდინარე პროცესები გინდა საქართველოში, გინდა საქართველოს გარეთ გაშვიკდებოდა. ანუ გამომდინარე იქიდან, რომ ბეჭდური მედიის წარმოება უფრო რთულია და ისედაც ნელ-ნელა გადადის უკანა პლანზე და ასე შემდეგ, ავდექით და გავაკეთეთ ონლაინ ჟურნალი. საერთოდ ონლაინ რესურსების უპირატესობა არის ის, რომ არის ჭირდება შედარებით ნაკლები რესურსი, შეგიძლია აკეთო დედამიწის ყველა წერტილიდან, მე მაგალითად მუზამეზე წერა დავიწყე გერმანიაში ვიყავი, საერთოდ არ ვიცნობდი არც ერთი ადამიანს, რომელთან ერთადაც დავიწყე მუზამის კეთება. და პოსტავდით ბათუმის ბულვარიდან დამიპოსტავს რაღაც ბათუმის ჯაზ ფესტივალზე, როკ ფესტივალზე, შეგიძლია დაპოსტოს აიდანმე რაღაცა მიუნხენიდან მიუზის კონცერტზე დავპოსტე. ანუ შეგიძლია დაპოსტო, არ ხარ დროშის სივრცეში არაფერში შეზღუდული. იმის გარდა რომ მე თვითონაც ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული, ამის გარდა შევეცადე რომ ოდნავ მეტი წვლილი შემეტანა რაღაც განვითარებაში, ფოტოგრაფიის განვითარებაში, იმ სახით რომ გამაკეთებინა ჟურნალი ფოტოგრაფიაზე, შემეკრება ბევრი ფოტო მთელი მსოფლიოდან. ზოგადად ელექტრონული ჟურნალების უპირატესობა და პერსპექტივა არის ის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემთან არის ის, რომ ბევრი კონტაქტები მაქვს მე მიღებული. ანუ ის ყველა ფოტოგრაფი, რომელიც არის მოხსენიებული ჟურნალში, მე მასთან უშუალო კონტაქტი მაქვს რა, იმეილით და ასე შემდეგ ყველანაირად. ანუ კონტაქტს ამყარებ ადამიანთან, არაფერი არ ხდება არალეგალურად, არანაირი გამოყენება ფოტოების უნებართოდ არ ხდება. ჟურნალის პირველი ნომერი რო გავაკეთეთ, დავურთეთ ლუის კეროლის სიტყვები, ანუ ალისა საოცრებათა ქვეყანაში ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ჩემ წიგნებში არ იქნება სიტყვები, ჩემ წიგნებში იქნება მარტო გამოსახულებები და ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ გავაკეთებინე ჟურნალი, რომელშიც იქნება ძალიან ცოტა სიტყვები და ბევრი გამოსახულებები. ყოველი ჟურნალი ეძღვნება რომელიმე თემას და ავტორები მთელი მსოფლიოდან
აგზავნიან თავის ნამუშევრებს, ვიზუალურ ნამუშევრებს ამ თემის ირგვლივ. ეს არის ფოტოები, ეს არის ნახატები, კოლაჟები და ასე შემდეგ. ახალ თაობას ეძახიან screen reader-ებს. ანუ თუ კი ჩვენმა თაობამ ინფორმაციის ძირითადი ნაწილი, ხო, ან ცოდნა აიღო ფურცლიდან, ეხა თაობა, რომელიც მოდის, ხო, ინფორმაციის დიდ ნაწილს იღებს, თქვათ, კომპიუტერის მონიტორიდან, ტელევიზორის ეკრანიდან, მობილური ტელეფონიდან და მათთვის ჟურნალი, რომელიც არის მონიტორზე, სავსებით ბუნებრივია, განსხვავებით წინა თაობისგან, რომლისთვისაც რაღაცა თუ ფურცლზე არ არის, რაღაც დისკომფორტს იწვევს.